როცა ჩვენ ვამბობთ ნარკოტიკს, ხო? ამას ეხლა ყველა ამბობს, რომ არ არსებობს სუბუქი და მძიმე ნარკოტიკი. როცა ვამბობთ სიტყვა ნარკოტიკს, უკვე არის ნარკოტიკი. იქ ჩვენ მივამატებთ სუბუქს, კლუბურს, მძიმეს, უმძიმეს თუ ასე შემდეგ. არა აქვს უკვე მნიშვნელობა. ვამბობთ ნარკოტიკი, ხო? ეხლა რატო ვამბობთ დავუშვათ სუბუქ ნარკოტიკს, ხო? ან რატო ვამბობთ მძიმე ნარკოტიკს? ყველაფერი ეს განისაზღვრება ზიანით. რა ზიანი მოაქვს ამ ნარკოტიკს? ზიანი არის სიკვდილი, ზედოზირება, ეს არის კრიმინალი, ეს არის მენტალური ეს არის ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არის სოციალური პრობლემები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმის და მიხედვით რა უფრო მეც იწვევს, ესე როგორც ნაწილდება რაღაცაები ცხოვრებაში სიმძიმის მიხედვით, ესე ნაწილდება ეს ნარკოტიკებიც, ხო? ამ სიმძიმის მიხედვით და ეხლა დავუშვათ თუ რაღაცა ნარკოტიკიდან ზედოზირება სოფლიოში აღწერილი არ არის, ან დავუშვათ რაღაცა კრიმინალი არ არის, მაგრამ იწვევს დამოკიდებულებას, ხო? მაინც ვამბობთ, რომ ნარკოტიკია, მაგრამ ვამბობთ, რომ ეს არის ამ ხარისხის ნარკოტიკი და არა უმძიმესი ნარკოტიკი, რომელსაც დავუშვათ რაღაცა. იმიტომ რომ შეხედეთ, თავარი არის ერთი რამე. ჩვენ ყველამ ერთად თელმა საზოგადოებამ უნდა ვთქვათ, რომ ნარკოტიკი არის და არსებობს და იყო, არის, არსებობს და სამწუხაროდ იქნება. ვერც ერთმა დღეს უძლიერესმა ქვეყანამ ვერ მოახერხა ის, რომ არ არსებობდეს ნარკოტიკი, ხო? არ არსებობს ასეთი პრეცედენტი სამწუხაროდ. რა უნდა ვქნათ, ხო? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ნარკოტიკებთან ერთად ცხოვრება. ეს არის ჩვენი მიზანი. და უნდა ვისწავლოთ, რომ ამ ნარკოტიკმა, რომელიც არის, ნაკლები ზიანი მოგვიტანოს. ჩვენ და საზოგადოებას და ერთ გარკვეულ პიროვნებას. ეს არის მთელი კონცეფცია ამისი. აქედან გამომდინარე, უკვე შენ იწყებ მოქმედებას.